ნესტანი წერთ არიელს გაჯეთის ციხიდან. მზე, ანუ ღმერთი, უშენოდ არ იქნების, რადგან შენ ხარ მისი წილი. მისი წილი ხარ. ქართულში მზე ხო გვაქვს სიტყვა, მზერა რატო გვაქვს? თორე რა მზე არის ეგვიპტურად. ანუ მზეა თვალი უკვე. ანუ ასედაც მზე, რა მოქმედების ნიშანია და უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ რა მზე არის. თუმცა მზე რატო ჩაიდო, რომ ეს ორი არ არის, ერთი მთელია. რასაც ხედავ. ვერც მე ვიზამ ვერა არ ნოლია თვალი მზის გარეშე, მაგრამ თვალს მზეს ეუბნება, რომ ისიც უშენოდ არ იქნების შენ მისი წილი ხარ. ანუ რა გამოდის, რომ ჩემში არის ნაწილაკი, რომელიც მისი ნაწილია. ოღონდ რედუცირებული, გადაფარული მატერიით, რომელსაც თავი დაავიწყდა ჩემში, როგორც მარცვალი ჩავარდება მიწაში მკვდარი. მაგრამ მარცვალში ხო არის პოტენცია, ვისგანაც გადმოვარდა ის გახდე. მაგალითად ახლა საზამთრო რო ავიღოთ, საზამთროს მარცვალი, პატარა შავი მარცვალი, ხო? და აქ პრეტენზია რომ 15-20 კილოიან წითელი ხრაშულა საზამთრო გახდეს, ამპარტავანია? რამე ან წონა ქონდეს, ან ზომა, ან გემო, არაფერი არა. რა დევს იქ შიგნით, რატო ხდება საზამთრო? რატომ და იმან გაიარა გზა, გახდა მისი დედა, დიდი ბაბუა, რამის გადმოვარდა იქიდან და ის იხსენებს თავის თავს. მას ახსოვს, ჩემში რო არ იყოს რაღაცა ნაწილაკი, რაღაც ანტისხეული, ვიდრე ბრმა ბიოქიმიური პროცესების გროვა. აი ვინ არის ის, ვინც არ ჩერდება აქ? გადამატარი ბედის საზღვარი, საჭმელი გაქვს, თუ ბიოქიმია ხარ, რა გინდა? ძაღლს აჭამე, ასვი, მოეფერე, არ თქვი დამთავრდა. როგორ შეიძლება ჩვენ რაღაცა მივიღოთ შედეგი, თუ ეს შედეგი რას მივიღეთ, პოტენციაში არიდო თავში.